ერთი კომპანია ერთ დღეში თითქმის $2 ტრილიონ შეფასდა, მაგრამ ის წელიწადში მხოლოდ 19 მილიარდს გამოიმუშავებს. რაღაც ციფრები არ ჯდება, ხო? ჩვეულებრივ კომპანიის ფასს მისი მოგება განსაზღვრავს. რამდენსაც გამოიმუშავებს, იმის მიხედვით ფასდება. მაგრამ აქ ეს წესი მუშაობას ტყვეც არ მუშაობს. SpaceX-ის IPO ისტორიაში იყო ყველაზე დიდი და მისი მფლობელი ბატონი ილონ მასკი გახდა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი. ყოველ შემთხვევაში რაც აღრიცხულია. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რაკეტების ამბავი. ეს არის ამბავი იმაზე თუ როგორ შეიცვალა ღირებულების მნიშვნელობა. ძველმა ფორმულამ მნიშვნელობა შეწყვიტა და ამას თავისი მიზეზი აქვს. მომდევნო 10 წუთში ვეცდებით ბოლომდე გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში. ვინ არის ეს კაცი, ხოჭოს ვიდეო მაქვს მასზე ჩაწერილი, რას ფლობს და რატომ ენდობა ბაზარი მას ასე. და რატომ ეხება ეს რაკეტებს ბევრად მეტ რამეს, მათ შორის რატომ ეხება შენს და რატომ ეხება მეც. თუ შევხედავთ ბიზნესის გადასახედიდან, ეს ციფრი ერთი შეხედვით გავს შეცდომას. მაგრამ არ არის შეცდომა. ეს რეალურად არის ახალი ეპოქის პირველი ნიშანი. SpaceX-ის პირველ დღეს საფონდო ბირჟაზე მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ყველა მასე ლაპარაკობდა. არა და ეს ის კომპანია, რომელიც ოდესღაც რამდენიმე წლის წინ ალბათ 2008-ში გაკოტრების ზღვარზე იყო. და ახლა კი ისტორიის ყველაზე დიდი IPO შექმნეს. მათ დაახლოებით $75 მილიარდი მოიზიდეს, მილიარდი გაშვებისთანავე. სხვა შორის მოთხოვნა შეთავაზებას აღემატებოდა 4-ჯერ და ინვესტორების ძალიან დიდი რიგი იდგა, რომ აქცია იყიდათ. რიგითი ადამიანები, პატარა ინვესტორები, ათეულობით მილიარდის შეკვეთა შემოვიდა. და ეს არ იყო მხოლოდ ვიღაც დიდი ტიპების თამაში. შემდეგ გამოშვებიდან მალევე აქციები ბაზარდა დაიწყო, პირველივე დღეს თითქმის 19%-ით გაიზარდა. კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონ გადააჭარბა ერთ დღეში. და ერთმა კომპანიამ. სწორედ აქ დაიბადა საერთოდ ახალი სიტყვა და ილონ მასკი გახდა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი. მაგრამ ის არ იყო ერთადერთი ვისი ცხოვრება შეიცვალა. იმ დღეს, იმ დილას, მისი 4000 თანამშრომელი, შეიძლება ცოტა მეტი, გახდა მილიონერი. ერთ ღამეში. წარმოიდგინე, შენი თანამშრომლები ერთ ღამეში რო ხდებოდნენ მილიონერები. რომელ დამფუძნებელს არ უნდა ეს? მე ძალიან გამიხარდებოდა. მაგალითად მის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო ყოფილი შემდგებელი, ჰქონდა ჩვეულებრივი ხელფასი, ჩვეულებრივი ცხოვრება და უცბად გახდა მილიონერი. და წარმოიდგინე ეს მასშტაბი 4000 კაცი ერთ დღეში, ისევ ჩვეულებრივად მუშაობდნენ და გახდნენ მილიონერები. მაგრამ ერთი კითხვა ისევ გურჩება უპასუხოთ, რატომ ღირს კომპანია ამდენი, თუ არ რჩება წმინდა მოგება და ეს წმინდა მოგება რომ 100-ზე გავამრავლოთ, გონი მაინც ვერ ვიღებთ 2 ტრილიონს და ისე მაქსიმუმ 10-ზე ამრავლებენ ხოლმე დაახლოებით. მოდი ჩავურმალდეთ რა არის SpaceX-ი და რატომ ღირს ერთი კომპანია ამდენი. რომ გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი, უნდა დავბრუნდეთ წარსულში. კომპანია დაარსდა 2022 წელს, მისი მიზანი თავიდანვე ფანტასტიკურად ჟღერდა. მასკს სურდა, რომ კაცობრიობა გაეხადა მულტიპლანეტური, მრავალპლანეტური. თავიდან პირველი წლები, ბევრი წელი საკმაოდ მძიმე იყო, იმიტომ რომ რაკეტებს ვერ უშვებდა, ფეთქდებოდა გაშვებისას. პირველი 3 გაშვება აუფეთქდა. 2008 წელს კომპანია იყო გაკოტრების ზღვარზე. ფული თითქმის გაუთავდათ, მესამე გაშვება მაგ დროს აუფეთქდა და მეოთხე გაშვება იყო მისი უკანასკნელი შანსი. და ამ მეოთხე გაშვებამ გაამართლა. SpaceX-ი გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელმაც მიაღწია ორბიტას. აქამდე მარტო სახელმწიფოებს შეეძლოთ მაგის გაკეთება. მერე კი გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელიც კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. მაგრამ ნამდვილი რევოლუცია ჯერ კიდევ წინ იყო. SpaceX-მა რაკეტები მრავალჯერადი გამოყენების გახადა. ეს ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებობდა. მისი Falcon 9 კოსმოსში ადის, ბრუნდება, ჯდება, შემდეგ თავიდან ფრინდება. წარმოიდგინე თვითფრინავი, რომელსაც ადრე ერთი ფრენს მერე აკდებდნენ. ზუსტად ასე იქცეოდნენ რაკეტებთან მიმართებაში 10 წლების განმავლობაში. SpaceX-მა კი ეს ლოგიკა მთლიანად შეცვალა. შედეგად კოსმოსში გაშვების ფასი მკვეთრად დაეცა. და დღეს SpaceX-ი კოსმოსში გაშვებების უმეტესობას აკონტროლებს. მაგრამ აქ მთავარ ფულს რაკეტები არ აკეთებენ. მთავარი ფული მათ Starlink-ით შემოსდით. ეს არის ათასობით პატარა სატელიტი დედამიწის ორბიტაზე. ისინი ერთად ქმნიან ინტერნეტს მთელი პლანეტისთვის. ინტერნეტი მიდის იქ, სადაც კაბელი ვერასდროს მივა. არასდროს მისულო. შორეულ სოფლებში, ოკეანეებში, მთებში, უდაბნოებში. Starlink-ი ახლა SpaceX-ის შემოსავლის ნახევარზე მეტს აგენერირებს. და ეს არის ის ძრავი, რომელიც კომპანიას ფულს უძერს. და ბოლო Starship. ეს არის გიგანტური რაკეტა, რაც კი ოდესმე აშენებულა მათ შორის ყველაზე დიდი. მისი მიზანია ერთი.
მარსზე უნდა რომ წავიდეს. მასკის ოცნება, მასკის ხედვა, მასკის ნორსთარ მიზანია, რომ კაცობრიობა სხვა პლანეტაზე გადავიდეს საცხოვრებლად. სიცოცხლე დედამიწას გასცდეს. და ეს აღარ არის მხოლოდ ფანტასტიკის ფურცლები. კოსმოსი, სატელიტები, ინტერნეტი, მარსი, ხელოვნური ინტელექტი, ეს ყველაფერი არის ერთ კომპანიაში მოქცეული. ასეთი კომპანია Wall Street-ს ჯერ არ უნახავს, არც მსოფლიოს იდეაში. და ვინ არის ის კაცი, რომელიც ერთ ღამეში გახდა ტრილიონერი? როგორც გითხარით, მასზე ცალკე ვიდეო მოგვჭა წერილი, მაგრამ პასუხი მარტივი არ არის. ის ერთდროულად აღფრთოვანებს და ასევე აღიზიანებს კიდეც მსოფლიოს. და მისი ისტორია დგას ერთ პრინციპზე. ყოველთვის all-in-ზე შედის, ანუ ყოველთვის ყველაფერს რისკავს შემდეგი ნაბიჯისთვის. მაგრამ იმას აღწევს, რაც სხვებს შეუძლებელი ეგონათ. ერთ დროს დასცირონდნენ, რომ ელექტრომანქანებს არავინ იყიდდა, კრიტიკოსები ეგრე ამბობდნენ, გაკოტრების ზღვართან იდგა, მაგრამ არ უთქვავს თავის ხედვაზე უარი. 2008 წელს კი რამის ორივე კომპანია გაუგოტორდა, SpaceX-ის და Tesla-ც. და თავისი ბოლო ფული აიღო და ორივეში გადაანაწილა. ადამიანის ცხოვრება სხვა პლანეტაზე, მარსი. ეს არის მისი მთავარი მიზანი, რომელიც თქვენს გეცოდინებათ, რომ ეს მიზანი აქვს და ბევრს ეს ფანტასტიკად ეჩვენებოდა და ეჩვენება, მაგრამ მას უკვე აქვს რაკეტები, რომელიც მიფრინავს, მოფრინავს, ჯდება. ეს ტრილიონერობა მისთვის არ არის უცებადი წარმატება. ეს არის იმის შედეგი, რომ 10 წლეულების განმავლობაში ის მუდმივად უმაღლეს რისკს იღებს და ბევრჯერ იყო თითქმის წაგებასთან ძალიან ახლოს. ძალიან ბევრჯერ. თუ მის წიგნს დაიკითხავთ, ძალიან კარგი წიგნია, ამას ნათლად დაინახავთ. და თან რამდენიმე ინდუსტრიაში მუშაობს. მანქანები, რაკეტები, ხელოვნური ინტელექტი, სოციალური ქსელი და ამ ყველა ინდუსტრიაში ეს, მისი ფსონი და რისკი ყოველთვის მაღალია, ყოველთვის ბოლო დონეზე თამაშობს. ოკეი, აქ კიდევ ერთი რამეა, რასაც ძირითადად არ განიხილავენ ხოლმე. მასკის ფსონი შეიძლება რომ არ იყოს დღევანდელ რაკეტებზე. შესაძლოა რომ ეს მისი ფსონი იყოს ხელოვნური ინტელექტის იმპერიაზე. თუ გავიხსენებთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ მასკ ჰქონდა ცალკე კომპანია XAI, ის ხელოვნური ინტელექტს ქმნის სახელად Grok-ი, რომელიც არასდროს არ გამოიყენებია, სიმართლე გითხრათ, არ არის იმ დონის, მაგრამ ეს XAI SpaceX შეერწყა, რაც უკვე დასრულებული გარიგებაა და ეხლა რომ დავაკვირდეთ, რა ხდება ერთ ჭერქვეშ, კოსმოსი, სატელიტები, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები, იმიტომ რომ Twitter-იც არის XAI-ის. და ეს ყველაფერი ერთ კომპანიაში იყრის თავს. წარმოიდგინე სატელიტების ქსელი ცის გარშემო, ათასობით სატელიტი, რომელიც მთელ პლანეტას ფარავს, იგივე ქსელს და იგივე კომპანია შეუძლია რომ ხელოვნური ინტელექტი მიაწოდოს თელ მსოფლიოს, აქვს დეიტა ცენტრები, რომლებსაც აქირავებს სხვა კომპანიებზე და მას არა მხოლოდ ინტერნეტი შეუძლია რომ მიაწოდოს ყველა სოფელში, არამედ ხელოვნური ინტელექტი შეუძლია რომ მიაწოდოს ყველგან თავის ინტერნეტთან ერთად. და სავარაუდოდ ეს არის ის ხედვა, რომელსაც ბაზარი ყიდულობს, ანუ არ უხდიან ისინი მასკს თანხას ბიზნესის ტრადიციულ შეფასებაში, მოგებაში, ებიტაში. უხდიან ხედვაში. ისინი ყიდულობენ ხელოვნური ინტელექტის მომავალს და ფსონს დებენ ეკოსისტემაზე მთლიანად. და ეს ამიტომ არ არის მარტო კოსმოსის ისტორია. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ ფასდება მომავალი. ხელოვნური ინტელექტი ხდება ყველაფრის ცენტრი და SpaceX-ი სწორედ ამ ცენტრს ასახავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ჯერა, ბაზარი ორ ნაწილად იყოფა. და ღირს კიდეც მათი მოსმენა. რადგან მეც მგონია, რომ SpaceX-ის შეფასება არის გადაჭარბებული, ძალიან გადაჭარბებული. და სავარაუდოდ ამ აქციების ფასმა უნდა დაიკლოს. როდის კაცმა ერთი შეიძლება არ დაიკლოს, არ ვიცი, არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხში, რომ ფინანსური რჩევა მოგცათ. მაგრამ იდეაში ორი ტიპის ადამიანია, ვისაც ამ თემასთან აკავშირებთ აზრი აქვს. ერთი არის სკეპტიკოსები, რომლებიც ციფრებს უყურებენ და ხედავენ, რომ 90 ჯერ მეტია SpaceX-ის ფასი შემოსავალზე. შედარებისთვის Google-ის ფასი მის შემოსავალს 10 ჯერ აღემატება წლიურ შემოსავალს. ანუ ბაზარი ბიზნესის კუთხით შევხედავთ, შემოსავლის ყოველ დოლარში იხდის იმაზე 9 ჯერ მეტს, ვიდრე Google-ს უხდიან. ამ ფასს ანალიტიკოსებმა უწოდეს რწმენაზე აშენებული. რწმენაზე და არა მოგებაზე ან მყარ ფინანსურ მაჩვენებლებზე, რაც რავი ეგრეა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის ბუშტი და ფასი აუცილებლად დავარდება. მათი ლოგიკა მარტივია, იდეაში ამბობენ, რომ ეს ფასი დგას ოცნებებზე და არა ციფრებზე. ოცნებები არის მარსზე სიცოცხლე, ვარსკვლავური ხომალდი, კაცობრიობის მომავალი. ეს ძალიან ლამაზი ხედვა, მაგრამ დღეს მოგებას არ ნიშნავს და ბიზნესი მოგებით ფუნქციონირებს. და ამას თუ დავუმატებთ იმ რისკს, რომ შეიძლება რაღაცა ერთი რაკეტა აუფეთქდეს, შეიძლება ვიღაც ამ რაკეტას შეეწიროს, შეიძლება რეგულაციები დაუწესდეს. ხო, საკმაოდ სარისკოა, რომ სურათი ძალიან მალე შეიცვალოს მისთვის და აქციების ფასიც. იდეაში, ოპტიმისტების აზრით, მომავალი იყიდება. ანუ მეორე მხარე, ვინც თulis, რომ ეს ოკეი, არ არის ციფრებზე დაფუძნებული, მაგალითად Amazon-ის მუშაობდა წლების განმავლობაში ზარალში.
მაგრამ ნუ მისი აქცია იზრდებოდა. იმიტომ რომ ბაზარი მის მომავალს ყიდულობდა და არა დღევანდელ მოგებას. და თან SpaceX უკვე აქვს რეალური ხელშესახები ფული. Starlink-ი შემოსავლის ნახევარზე მეც აგენერებს და ეს ფული ყოველდღე იზრდება. ათასობით სატელიტი მთელ მსოფლიოს ფარავს. და ის ადგილებში არის ხელმისაწვდომ ინტერნეტი, სადაც აქამდე არასდროს არ ყოფილა. ეს რეალურად მუშა ბიზნესია. თან იმასაც დავუმატებთ, რომ SpaceX-მა რაკეტები მრავალჯერ გამოყენებადი გახადა, კონკურენტებს ეს რო გაიმეორონ დაჭირდებათ ბევრი წელი და ძალიან ბევრი მილიარდი დოლარი. ოკეი, ვინ არიან მართლები, სკეპტიკოსები თუ ოპტიმისტები? ნუ, სიმართლე ისაა, რომ ორივე მხარეს ერთი რამ აერთიანებს. და ეს მართალია, იმიტომ რომ ფასი არის წმენაზე აშენებული. მაგრამ თუ დავუკვირდებით ისტორიის ყველა დიდი ფსონი, მსგავსი რწმენით დაიწყო. ერთ-ერთი ის არის ეს გამართლებს თუ არა. და ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ დრო გვაჩვენებს. მეც ვნახავ და თქვენც ნახავთ. ახლა კი ცოტა ხნით რო გავჩერდეთ, ვოლტერ აიზექსონმა ხოჩერს მასკის ბიოგრაფია და წერალია ძალიან კაი რაღაცებს წერს. ეს მომენტი აღწერა როგორც ახალი ეკონომიკის დასაწყისი. დაუფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები სინამდვილეში. ძველ ეკონომიკაში ღირებულება მარტივად ითვლებოდა. აიღებდი დღევანდელ მოგებას და ამრავლებდი რომელიღაც კოეფიციენტზე 10-ზე, 15-ზე, 5-ზე, 3-ზე. ეს იყო ფორმულა, რომელიც ძალიან დიდხანს მუშაობდა. მეც მაგ ფორმულას ვენდობი მაგალითად. კომპანია ფასდებოდა იმით, რასაც დღეს აკეთებდა, რამდენს გამოიმუშავებდა, ახლა რამდენი ჰქონდა მოგება. მაგრამ SpaceX-ზე ეს ფორმულები გაფუძდა, გატყდა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ღირებულება სხვა რამეზე ფასდება. არა იმაზე, რა ხარ დღეს, არამედ იმაზე თუ რა შეიძლება რო იქცეთ. თან თუ ამას დაუმატებთ იმას, რომ მასკი ძალიან წარმატებული ენტერპრენერია, რომელსაც ძალიან ბევრწლიანი წარმატების ტრეკ რეკორდი აქვს, ხალხი მის მომავალს ყიდულობს და ბაზარმა მის მომავალს მისცა 2 ტრილიონი დოლარი. არა იმიტომ, რომ დღეს ამდენი ღირს, არამედ იმიტომ, რომ დაიჯერა, რომ ეგ მომავალი მოდის. და რეალურად ეს არის წესების ცვლილება, თან ფუნდამენტური ცვლილება. აღარ ვაფასებთ მხოლოდ იმას, რაც აქ და ახლა არსებობს. ვაფასებთ რწმენას, რომ ხვალ რაღაც უფრო დიდი იქნება. და ახალი ეკონომიკა შეიძლება რომ სწორედ ეგრე მუშაობს. ნუ, ახლა შეიძლება ფიქრობ, რომ ეს ხო შორეული ამბავია, ნუ კოსმოსი, მილიარდები, ილონ მასკი, მარსი, სტარშიპი. მაგრამ თუ დაუკვირდებით ამ ისტორიის ლოგიკა, ყველა ბიზნესს ეხება, შენსასაც. კომპანიის ფასი დღეს მის ზომაზე აღარ არის დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში ეს პრეცედენტი მოხდა. თავარია, რამდენის გაკეთება შეუძლია სამომავლოდ, მცირე გუნდით. SpaceX-მა 2 ტრილიონი დოლარი შექმნა მხოლოდ 4000 ადამიანით. და თან რაკეტებს აწყობს ბოლო-ბოლო. ნუ, ადრე ამისათვის საჭირო იქნებოდა 100,000 თანამშრომელი. დღეს პატარა გუნდი იმდენ ღირებულებას ქმნის, რამდენსაც ერთ დროს მთელი კორპორაცია ქმნიდა. და სწორედ აქ მოდის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ის ბერკეტია, რომელიც ადრე ათასობით ადამიანის შრომას მოითხოვდა. ახლა ის ერთ ადამიანს მისცემს იმ ძალას, რაც ადრე ჰქონდა მთელ განყოფილებას. და ეს არ არის მომავლის სცენარი. ეს უკვე დაიწყო, უკვე ხდება. ნუ, ერთ-ერთი შეგიძლია იმას დაუკვირდე, შენც იყენებ ამ ცვლილებას, თუ უბრალოდ აკვირდები. რადგან ინდიაში ეს ცვლილება უკვე მოვიდა, წინააღმდეგობრივ მაგებზე ვლაპარაკობ იდეაში და ჩვენც ვცდილობთ სრულად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის ძალა, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო მეტად უმასშტაბირდეთ, მარტივად. კაი, მოდი, ერთ რამეზე რომ შევთანხმდეთ. SpaceX-ის ფასს ძველი წესები ვერ ხსნის, რადგან არ მუშაობს, ციფრები არ ჩდება. მაგრამ ეს ფასი მომავალს აფასებს. ხალხმა მისგან მხოლოდ მარსი არ იყიდა და კოსმოსი არ იყიდა. ხალხმა მისგან ასევე ხელოვნური ინტელექტის მომავალიც იყიდა. დღეს მასკი არის ისტორიის პირველი ტრილიონერი, მაგრამ 15 წლის წინ გაკოტრების ზღვარზე იყო და უკანასკნელი მილიონები ორ კომპანიაში გაანაწილა. ახლა კი დამიწერე კომენტარებში შენი აზრით, ღირს თუ არა SpaceX-ი მართლა ამდენი, თუ უბრალოდ ბუშტია და ფასი ძალიან დავარდება თან მალე. ხოლო თუ გაინტერესებს ბიზნესზე, თვითგანვითარებაზე, ენტერპრენერშიპზე, ვიდეოები აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი, დალაიქე ვიდეო და რამე კაი დაგვიკომენტარა.